ქართული ოცნება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რეალურად მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის გამო და იმ ანგარიშში 194 გვერდიან ანგარიშში ჩაწერილი თითოეული სიტყვის, თითოეული აბზაცი, წინადადების აბზაცის თავის ქვეთავის მანამდე გვერდის გამო მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად გაშიშვლდა ქართული ოცნება. უმძიმე მდგომარეობაში უნდა იყოს წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჯერაც აბასთუმნის უღრანებშია გამაგრებული. მაგრამ თუ დაახლოებით 2 კვირის წინანდელ ამბებს გავიხსენებთ, ანუ გავიხსენებთ ამბავს, როდესაც აბასთუმნის უღრანებიდან ბიძინა ივანიშვილი გამოემგზავრა თბილისში და თბილისში დედაქალაქის ცენტრში პარტიის ოფისში დაესწრო მართველი პარტიის ბანდის ქართული ოცნების მთავარი საბჭოს თუ პოლიტიკური საბჭოს სხდომას, მაშინ როდესაც უჭირდა ქართულ ოცნებას და უჭირდა მაშინ გაგახსენებთ, იმიტომ რომ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 2 პროპაგანდისტურ არხს, იმედსა და პოზიტივის და ბიძინა ივანიშვილის შესაბამისად ამის კვალ გამოჩნდა. თუ ამას გავიხსენებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვალ იქნება თუ ზეგ, მაქსიმუმ 1 კვირაში თქვა, ხო, რამდენიმე დღეში, ამ კვირაში თუ არა იმ კვირის დასაწყისში დააქოქინებს თავის მაიმბახებსა თუ მერსედესებს, საკუთარ მძღოლებსა თუ დაცვის წევრებს და გამოემგზავრება თბილისში და დაესწრება მორიგ კიდევ ერთ სხდომას მთავარი კომიტეტისა თუ მთავარი საბჭოსი თუ პოლიტიკური საბჭოში, სადაც იკრიბებიან ეს ქართული ოცნების მმართველები კობახიძე, ვოლსკი, სხვები, პაპუაშვილი, კალაძეც იქნება ამ სხდომაზე, წინა სხდომაზე კალაძე იცით თქვენ ვერ იყო, იმიტომ რომ მაშინ ოჯახთან ერთად ისვენებდა არმიდა შემეშალოს და დუბაიში და სწორედ მაშინ დაიწყო ის ოპერაცია, იმ დღეებში დაიწყო სამხედრო საჰაერო იერიშები ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელისა და ირანმაც უპასუხა გარკვეული შეტევებით, მათ შორის დაიბომბა შაჰიდი დრონებით ხსენებული დუბაი და კალაძე ჩარჩა, მაგრამ მერე სტამბოლში გამოემგზავრა და ჩამოვიდა თბილისში და ახლა ამ წუთებში დედაქალაქის მერიაშია კახი კალაძე, რომელსაც რაღაც უთქვამს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვიტყვი. მოკლედ ბიძინა ივანიშვილი დაესწრება კი არა, ჩაატარებს გარკვეულზე მაღალი ალბათობით მომავალი კვირის დასაწყისში პოლიტიკური საბჭოს, მთავარი საბჭოს მორიგ სხდომას და იტყვის იქ ათქმევინებს სხვებს, რომ ისინი ყინჩად გრძნობენ თავს, მათ არ აშინებთ უთოს მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში დაწერილი ის ანგარიში, მიუხედავად იმისა, რომ ის ანგარიში რასაკვირველია, ძალიან მძიმეა მათთვისაც, მათ არ უნდოდათ გულახდილებით თუ ვიქნებით, რომ ეს შედეგი, ამგვარი შედეგი დამდგარიყო, მაგრამ ახლა ვერ შეცვლიან ამ ყველაფერს მიზეზთა გამო ვერდიქტი გამოტანილია, ეპიტაფია მათი საფლავის ქვაზე უკვე დაწერილია, ტექსტი უკვე არსებობს და უკლებლივ ყველა სიტყვა, რომელიც ამ 194 გვერდიან დოკუმენტში არის მოქცეული, ყველა სიტყვა ერთმანეთზე მძიმეა, მეთქი ამას გავიმეორებ კიდევ ერთხელ. შეეხება კალაძეს, მას უთქვამს ამგვარი რამ, ეს არის სრული ბოდვა, ყველა კარგად ხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ გთხოვენ გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, გთხოვენ გავაუქმოთ უცხოური გამჭვირვალობის კანონი, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ეგრეთ წოდებული ნამდვილი ფარასაგანის არსებით განსხვავდება და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად წარმოუდგენელია, ბევრჯერ გამკეთებია განცხადება და გავიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც სჭირდება პირველ რიგში ქვეყანას დასრულ და ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, დავალებები, თავჩაღუნულები იღებდნენ გადაწყვეტილებას ჩვენები, ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს. მოდი თქვენის ნებართვით ვიდრე ამ განცხადებას, ამ ვრცელ ტექსტს შევაფასებდე, მანამდე კალაძის კიდევ ერთ განცხადებას გაგაცნობთ, უცნაურეს და უთავხედურეს, გავედავ და ვიტყვი ასე. კალაძეს უთქვამს, მათ თავიანთი თავი ამ ქვეყნის პატრონი ჰგონიათ, ანუ უცხოელებს. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი კი ბიძინა ივანიშვილია. თუ ეს ფეიქი არ არის და ეს იყო გავრცელებული ერთ-ერთი იუზერის მიერ,
და კალაძეს ეს უთქვამს ელჩებზე და არა მაინც და მაინც ეუთოზე, ბარემ დავაზუსტებ, თუ ეს ფეიქი არ არის და თუ რუსთავიორის ლოგო ვინმე მიახატა, ამ შემთხვევაში მე უშუალოდ კალაძეს ვუხდი ბოდიშს. მაგრამ ბოდიში მოსახდელი არ აქვს, იმიტომ რომ კალაძე პრინციპში ამის თქმელი იყო კალაძეს, ისევე როგორც ბევრ მათგანს, თუ ყველა მათგანს არა, მართლაც გონია, რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არ არის ვინმე სხვა ქართული საქართველოს მოქალაქეები და ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ბიზინა ივანიშვილი. რასაკვირველია. ელჩები ან უცხოეთი ან დასავლეთი ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არ არის. ჩვენ სუვერენი ქართული ხალხი ვართ ამ ქვეყნის მფლობელები, პატრონები, მასპინძლები ამ ქვეყანაში და ჩვენ წყვეტთ, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა ოღონდ. ჩვენ როცა ვლაპარაკობ, რომ ჩვენ წყვეტ, არ გულისხმობ კახა კალაძეს, კონკრეტულად კახა კალაძეს, ან იმ ბანდიტებს, რომლებმაც ეს ქვეყანა პრაქტიკულად გააუქმეს, დესაქართლოიზაცია მოახდინეს, კალაძე დედაქალაქის მერი, ან ყაველაშვილი პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი, ან კობახიძე პრემიერად მუშაობს ის კაცი, პაპუაშვილი, სხვები და სხვები, ისევე როგორც პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილი, მაშინ ჩაითვლებიან საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებად და ამ ქვეყნის ბატონ პატრონებად ჩვენთან ერთად, როდესაც საქართველოს მოემსახურებიან და ვაგლახ და სამწუხაროდ ისინი საქართველოს არ ემსახურებიან და აქედან გამომდინარე მათი ეს ქვეყანა არ არის მიუხედავად იმისა, რომ როცა არჩევნები შედგება, მაღალზე მაღალი ალბათობით ისინი ამომრჩევლები იქნებიან, ანუ ვერ მოვახერხებთ, ან ვერ მოვაცრებთ და ვერ მოვახერხებთ მათ ამოღებას საარჩევნო სიიდან სამწუხაროდ, ანუ ერთი ხმა კი ექნებათ და მხოლოდ ერთი ხმა. რეალურად ისინი ახლა განკარგავენ გაცილებით 1000 ჯერა, 2000 ჯერა, 10000 ჯერ მეტ ხმას, ერთი კალაძეც კი რეალურად ფლობს ერთ ხმას კი არა, არამედ 100000 ხმას და 100000 ხმა სწორედ მას შეაქვს თუ შეყავს ხო ყარის ქართული ოცნების საარჩევნო ყულაბაში ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც ეხლა დაუბრუნდები სწორედ კალაძის განცხადებას იწყებს ასე, ეს არის სრული ბოდვაო, ყველა კარგად ხვდებით, რატომ დაიწყო ეს ყველაფერიო და მე აგრძელებს და ამბობს, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი და დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას გთხოვენო. დიახ, გთხოვენ, იმიტომ რომ ეს ანგარიში ეუთოს მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში ამოქმედებული სრულყოფილი ან ყოვლის მომცველია უფრო ზუსტი რომ იყო და კანონი რომელიც მიიღეთ სხვათა დააჩაგვის, სხვათა გათელვის, სხვათა ღირსების შელახვის, სხვათა განადგურების მიზეზით და მიზნით ბუნებრივია რომ შესაძლებელი კი არა დასახევია, ისევ როგორც ყველა ის რუსული კანონი ასახელებს კალაძე და მეც გავიმეორებ, მაგალითად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონი, ასე თავის ჩასწორებებით, მაუწყებლობის შესახებ, მოკლედ ყველაფერი, რაზეც ეუთოს მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში დაწერილ ანგარიშში არის თქვამი კი არა მოხსენიებული ყველა ის კანონი არის გასაუქმებელი დასახევი. მეთქი ამ შემთხვევაში დაუბრუნდება საქართველოს იმ რელსებს, რომელზეც უნდა მდგარიყავით აქამდე და რომელიც მიგვიყვანდა ჩვენი იდენტობისა და ჩვენი თავისუფლების უფრო უკეთესი დაცვისა კენ და უფრო დაცვამდე უფრო ზუსტი რომ იყო და საქართველოს უფრო სუვერენული იქნებოდა, საქართველოს სუვერენული იქნება თუ ის იქნება ევროკავშირის წევრი, ხოლო კალაძე და სხვები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის საიმისოდ რომ საქართველოს სუვერენული და დაცული რაც მთავარია ქვეყანა არ იყოს. მაგრამ ამასთან კახა კალაძე ისევე როგორც სხვები, შარმანაშვილი, წილოსანი, უშუალოდ რაგვარია პაპუაშვილი, სხვები ამახვილებენ ყურადღებას არა მხოლოდ ამაზე, რაზეც კალაძემ გაამახვილა ყურადღება ოჯახური ღირებულების დაცვისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას გთხოვენო ჩვენი არაპარტნიორები ეუთოდანო, არამედ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რაც სრული აბსურდია და გეტყვით, რასაც გულისხმობ. კერძოდ, ის ამბობს, რომ ესე იგი დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, დავალებები და თავშაღუნული იღებდნენ და თავშაღუნულები ვიღებდით გადაწყვეტილებას. ჩვენ მიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს. ტყუილი ამბავია, მეგობრებო, ეს და ავხსნი, რატომაც არის ტყუილი ამბავი. როდესაც ამა თუ იმ სუვერენული ქვეყნის ხელისუფლება არღვევს სუვერენიტეტსაც იმ ქვეყნის ახალგაზრდით ვამბობ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს უზღუდავს ძირითად უფლებებს, შეულახავს ხოლმე ღირსებას, თელავს ხოლმე ღირსებას, იღებს კაცობრიობამ რაც ჩამოაყალიბა, რაზეც შეთანხმდა ცივილიზებული სამყარო. იმ კანონების საწინააღმდეგო კანონებსა და გადაწყვეტილებებს უკვე სუვერენული უფლება ამა თუ იმ ქვეყნისა არ გამოდის. სხვაგვარად ავხსნი. ხვალ რომ კალაძის და სხვათა მეოხებით ძალისხმევით ქართულმა ოცნებამ მიიღოს გადაწყვეტილება სიკვდილით დასჯის აღდგენის თაობაზე. ესეც იქნება სუვერენული გადაწყვეტილება, რასაკვირველია.
ერთი კონკრეტული ქვეყნისა, მაგრამ უფლება აქვს კი ქართულ ოცნებას ბიზნე ივანიშვილს სიკვდილით დასჯის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა? რა საკვირველია არა. კი, მე უკვე გაბოვა პაპუაშვილი, გორდულაძე, წილოსანი, კალაძე, პაპუაშვილი, მეორე ნავახსენო დინარაძე თუ უშუალოდ კობახიძე და იტყვია რომ ესო ჩვენი სუვერენული უფლებაა, მაგრამ ამის უფლება ეკნებათ კი? როდესაც ისინი აწამებდნენ და ეს არის ეუთოს ანგარიში დაწერილი. აწამებდნენ ადამიანებს. სჩადიოდნენ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს. არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადიოდნენ დანაშაულებს და საქართველოს მოსახლეობას ბუნებრივია კაცობრიობის ნაწილია. როდესაც ისინი ჯეროვნად არ იძიებდნენ ამ საქმეს და საერთოდ არ იძიებდნენ. როდესაც პასუხისგებლობას არ აკისრებდნენ კონკრეტულ თანამდებობის პირებს და კონკრეტულ აღმასრულებლებს, პოლიციად წოდებული მილიციის თანამშრომლებს, რომლებიც ამ დანაშაულებს ჩადიოდნენ. როდესაც აპატიმრებდნენ პირბადის დარებისათვის, როდესაც არასათანადოდ ეპყრობოდნენ ამა თუ იმ ჯგუფებს, მათ შორის ჟურნალისტებს. ეს ყველაფერი უკვე სუვერენობას, როგორც ასეთს, სცდება, სუვერენობის ფარგლებს, როგორც ასეთს, სცდება და შესაბამისად საერთაშორისო თანამეგობრობა რამდენადაც ჩვენს ხონაშორის ვართ რომის სტატუტის წევრი, ანუ უნდა იყოს უნისონში ჩვენი კანონმდებლობაც და ჩვენი ქმედებებით საერთაშორისო თანამეგობრობის კანონებთან და ქმედებებთან, გადაწყვეტილებებთან, კანონებთან და ქმედებებთან საერთაშორისო თანამეგობრობა გაგიკვირდება და ვალდებულია სხვათა შორის. აქვე ვიტყვი, რომ ესენი ლაპარაკობენ, რომ აი ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან ამდენი სახელმწიფოა და თუ არ ვცდები 32-მა თუ 23-მა შეიძლება მეშლება 24-მა და უჭირა მხარი ამ ყველაფერს დანარჩენი უმრავლესობა მხარს არ უჭერს, მხარს არ უჭერს. დამოუკიდებლად იმისა, რამდენმა დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას და ამ ანგარიშს, რამდენმა ჩაიბარა ეს ანგარიში, რამდენმა მიიღო მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების თაობაზე გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება და ეს ანგარიში მაინც უნივერსალურია, ანუ ის გადავრცელდება უკლებლივ ყველა იმ სახელმწიფოზე, რომელიც თავიდან შესაძლოა არც შეუერთდა, მაგალითად შეერთებული შტატები, რომელიც ეუთოს წევრია, საფრანგეთი, რომელიც ეუთოს წევრია, საფრანგეთზე გამახსენდა, სხვათა შორის საფრანგეთს შეუძლია კიდევ უფრო კვეთრი და გადამწყვეტი როლის თამაში ამ პროცესში, რამდენადაც ბიზნა ივანიშვილი სწორედაც რომ საფრანგეთის მოქალაქეა და ვის და საფრანგეთს შეუძლია სისხლის სამართლის საქმე აღძრა სწორედაც რომ ბიზნა ივანიშვილზე, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნა ივანიშვილი სხვა ქვეყანაში იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნა ივანიშვილს უშუალოდ საფრანგეთის რომელიმე კანონი, აი კონკრეტულად საფრანგეთის რომელიმე კანონი, საფრანგეთში ყოფნის დროს და რახანი არ ყოფილა ის პარიზსა თუ ლიონში, ხო, თუ სადაც დადიოდა, პარიზში მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მას რამ დანაშაული არ ჩაუდენია, საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსში მოქცეული რომელიმე მუხლი არ დაურღვევია, ესეც რომ ვიცოდით, მაინც ბიზნაზე გამახსენდა გორდულაძეს, წილოსანს, პაპუაშვილს, კობახიძეს, და სხვებს შარმანაშვილი და ყველა ის სპიკერი უნდა ვახსენო, რომელიც ახმამაღლდა ამის გამო, რა ტვინიცა აქვთ ჯამში ბიზნა ივანიშვილს თავისი ბიზნა ივანიშვილის ტვინი მათზე, ჯამურად მათზე დაახლოებით 17-ჯიდან 47-ჯერ მეტია, ეჭვი ხო არ გეპარებათ მსმენელებს, რომლებიც ქართულ ოცნებას უჭერთ მხარს. ხომ ფიქრობთ, რომ აი 47 კი არა, 999 გორდულაძე რომ შეკრიბოდა 999 გორდულაძის ტვინი რომ რაღაცა ჭურჭელში მოათავსო ბიზნა ივანიშვილის ტვინი მას 999 გორდულაძის ტვინზე უკეთესია. ხო მე თანხმებით ამაში ხო არ დავობთ ამასთან დაკავშირებით. მე კი ვთქვი რომ ბიზნა ივანიშვილი გარკვეულზე მაღალი ალბათობით კრიზისი არის რა ჩამოვა მომავალ კვირას აბასთუმიდან თბილისში და ჩაატარებს სხდომას მთავარი საბჭოსი თუ პოლიტიკური საბჭოსი, მეთქი ეს გითხარით, მაგრამ ემანდ რომ არ ჩამოვიდეს, ეს ხო არ იქნება იმის დასტური და იმის მანიშნებელი, რომ ბიზნა ივანიშვილი ემიჯნება ქართულ ოცნებას, მისივე შერჩეულ პოლიტიკურ გუნდს და არ იწონებს ქართული ოცნების ყინჩად მყოფი პოლიტიკოსების, წევრების, ლიდერების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ იცით რა არის ახლა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არაფერ პრობლემას არ შეგვიქმნის, რა პრობლემები შეექმნება ხსენებულ გორდულაძეს, შარმანაშვილს თუ პაპუაშვილს, ბიზნა ივანიშვილს ცალი ფეხის მუხლზე ყიდია, მეთქი ასე გეტყვით. თავარი მისთვის არის რომ მას არ შეექმნას პრობლემები და თუ მან იგრძნო, რომ პრობლემები შეიძლება სწორედ მას შეეხოს, სწორედ მას შეექმნას, ამ შემთხვევაში ბიზნა ივანიშვილი ჯერ ერთი არ ჩამოვა, აი ხო ჩამოვიდა რამდენიმე ხნის წინ იმედის დასაცავად რეალურად და ხო მოახდინა საკუთარი თავის იდენტიფიცირება ვოლსკისთან. ახლა უკვე აღარც ჩამოვა და ამით აჩვენებს
აჩვენებს სწორედ ქართულ ოცნებას, რომ ის ბოლომდე არ იზიარებს იმ რიტორიკას, ან იმ ტაქტიკას თუ გნებავთ ვიტყვი ასე, ეუთოსთან შეპირისპირებისა აჩვენებს, რომ მე მაინც სხვაგანა ვარ, მე მაინც არ ვაგებ პასუხს იმაზე, რასაც თქვენ თურმე ჩადიოდით, სწორი სიტყვა არ არის, ხომ თლად ზუსტი სიტყვა არ არის ეს, მაგრამ თურმე ჩადიოდით ეუთოს აზრით და თუ პასუხისმგებლობა ვინმე უნდა აიღოს, თქვენ ფორმალურად ხართ ხელისუფლებაში, გასაგებია რომ მე ვმართავ ყველაფერს, მაგრამ სად ვმართავ, ჩვენ შილ დარჩეს, რამ თანამდებობა მაქვს თუ რა და აიღეთ ახლა პასუხისმგებლობა და ეუთოს თუ დასავლეთს მთლიანად მოუწოდებს იმისაკენ, რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ სწორედ კობახიძეს და მის გუნდს მინისტრებს, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მაღალჩინოსნებს ან შემსრულებლებს, სწორედ პარლამენტს, რომელიც ამგვარ და მის წევრებს, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს, ამგვარ კანონებს იღებდნენ, რასაც ეყრდნობოდა მერე უკვე კობახიძე, ყველა შვილსაც და ყველა ვინ გინდა რა პირს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდაშია თავმოყრილი. ვნახოთ, უკაცრავად რუსებს აქვთ ამგვარი გამოთქმა მაია ხატას კრაიუ, იქნება თუ არა მისი სახლი, მისი ქოხუ, კარაღა ქოხუკა მისი სასახლე აბასთუმანში, ცოტა მიღმა, ცოტა განეშორება თუ არა, განერიდება თუ არა ის პროცესებს, სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ ბიზინა ივანიშვილი უთუოდ უნდა დაფიქრდეს, თუ კობახიძის გარდა სხვა მრჩევლები ყავს, მათაც უნდა დაელაპარაკოს, უთუოდ უნდა დაფიქრდეს სხვა პრეცედენტზე, გაგიკვირდებათ და მას შემდეგ, როდესაც ეუთომ გამოაქვეყნა საკუთარი ჩემ დაბადების დღეზე, სხვა შორის 11 მარტს გამოაქვეყნა საკუთარი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, ანგარიში რა ხდება საქართველოს კომპლექსური 194 გვერდიანი დასკვნა, მეორე დღეს, ანუ 12-ში მოხდა შემდეგი და ბელარუსთან მიმართებაში ეუთომ მოსკოვის მექანიზმების ამოქმედებით, სწორედაც რომ მოსკოვის მექანიზმების ამოქმედებით მიიღო კიდევ უფრო მძიმე დასკვნა და მძიმე გადაწყვეტილებები. კერძოდ, აი ნახეთ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსთან მიმართებაში დაადგინა, უკვე ჰააგამდეა მისული. ანუ ესენი ჰააგამდე ხომ არ მისულად, აქ ჯერ შეიქმნა მყარი საფუძველი, რომ ჰააგამდე მივიდეს რაღაც პროცესები. აქ ჩვენ ოდნავ ან გარკვეულწილად უკეთეს მდგომარეობაშია ბიზინა ვიდრე ლუკაშენკა არის, მაგრამ ეს ხომ პროცესია ხაზგასმით მინდა ვთქვა და ლუკაშენკას ხელისუფლებას ოდესღაც იყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ახლა აღმოჩნდა სამწუხაროდ მის და სამწუხაროდ და ქვეყნის სამწუხაროდ ბიზინა ივანიშვილი. მოკლედ პროცესი გაგრძელდა მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში ბელარუსთან მიმართებაში დაწერილი ანგარიშის შემდეგ გაგრძელდა პროცესი, მივიდა ჰააგის სასამართლომდე და ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება ბელარუსის წინააღმდეგ, ვინაიდან ბელარუსის ქმედებები მოიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ბიზინა ივანიშვილმა სიტყვა ბელარუსი შეუძლია რომ წაშალოს და განჭვრიტოს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მასთან, უშუალოდ მასთან მიმართებაში დაკავშირებით. ბელარუსის იძულების ღონისძიებები, აი როგორ აიძულებენ ბელარუსს, ხო თუ მართებული სიტყვა, ბელარუსის მთავრობის რეალური ან მოგონილი ოპონენტების წინააღმდეგ წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკას. მოკლედ ბელარუსი ჩადიოდა ისეთ დანაშაულებს, რომლებიც წარმოადგენდა და ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა. ეს არ იყო ცალკეული გადაცდობა რომელიმე მინისტრმა, რომელიმე მინისტრის მოადგილემ, რომელიმე პოლიციელმა თუ მილიციელმა ლუკაშენკასაგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილება მიიღო. არა, ეს იყო სისტემური და სახელმწიფო დანაშაულები. წინასწარი მოკვლევისას დაასკვნა ჰააგამ, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები წახალისებული ან დადასტურებული იყო მთავრობის უმაღლეს დონეზე და იქაური ლუკაშენკა, აქაური ბიზინაა, მეთქი ამასაც ვერ ვიტყვი, იქაური ლუკაშენკა კემაინც ფორმალიზებული ლიდერია, პრეზიდენტია ბელარუსისა, ოღონდ ბევრი რძე აქვთ იმათ, ბევრი ხორცის, ჩვენ არც რძე და არც ხორც ჩვენი საზოგადოების სოციალური დონე, ხო, სოციალური მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე რიგითი ბელარუსელისა, აქვე რომ ვთქვათ, ესეც უნდა აღვნიშნოთ, ამიტომ ამ თვალსაზრისით არ დარდება ის უკეთეს მდგომარეობაში არსებული ქვეყანაა, თუმცა დემოკრატიის ხარისხით, თავისუფლების ხარისხით, მოდი ასე ვიტყვი, ჯერაც დარდება, იმიტომ რომ ჩვენ წინა ვართ. მაინც სხვა თუ არაფერი მე მაქვს შესაძლებლობა რომ ვილაპარაკო ახლა თქვენთან, ხოლო ბელარუსელ რიგით ბლოგერს ამის შესაძლებლობა არ აქვს, ყოველ შემთხვევაში მინსკიდან ან მთლიანად ბელარუსის ტერიტორიიდან იყო
ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები, ამას ამბობს ჰააგა, იყო ორგანიზებული ხასიათის, ანუ ლუკაშენკას დონეზე, იყო ორგანიზებული და ლუკაშენკას გადაწყვეტილებით იყო ფართო მასშტაბიანი და სისტემური თავდასხმა მოქალაქეებზე და ჩვენთანაც ეს იყო და ბიძინა თუ შერჩენია რამსაღი აზრი, ვკითხოთ ბესელიას ბატონ ხუხაშვილს, ვინც ახლო ის იყო მასთან, ისინი ამბობენ, რომ მაშინო ბიძინა ივანიშვილი 19-ში, 18-ში ჯერ კიდე გვისმენდაო. ახლა თუ მარტო ყობახიძეს უსმენს, ამ შემთხვევაში ყობახიძესა და მოსკოვს უსმენს, ხო? 22 წლიდან მაინც ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში საღი აზრი მართლაც არ შერჩენია, თუ ბაბუების ხეებს ეხუტება და ოდენ, ანუ სხვა არც ხეს ეხუტება და არც ოჯახის წევრებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ბუნებრივია კიდე უფრო დამძიმებია ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თუ მეტი რომ არ თქვა. მიმართვა ხო ეგრამაგის პასუხია და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართვა განხორციელდა მესამე სახელმწიფოს ლიტვის მიერ. ბელარუსი არ არის ჩვენგან განსხვავებით, ბელარუსი არ არის რომის სტატუტის წევრი, მაგრამ ეს ვერ დაიცავს მას გამოძიებისაგან, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკას სახელმწიფო რომის სტატუტის წევრი არ არის და ჩვენ ვართ რომის სტატუტის წევრი, ბელარუსიც კი ვერ იქნება დაცული და გეტყვით რა იგულისხმება გამოძიებისაგან და პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს ის თავიდან, რაც არ უნდა იხტუნაო იქაურმა გორდულაძეა ხო ინგა გორდულაძეებმა, შარმანაშვილებმა, წილოსანებმა, პაპუაშვილებმა, ყობახიძეებმა, რაც არ უნდა გადაიხსნან ვენები, შეიხსნან საკინძეები და თქვან რომ აი ჩვენ ხო რაღაც უგდებათ რუსულად, ბელარუსულად ვერ ვიტყვი, მაგრამ мы защищаем свое отечество, мы имеем право რაღაც принимать такие законы, которые мы принимаем. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს არის суверенный Беларусь და ასე შემდეგ. რაც არ უნდა ილაპარაკონ ბელარუსის წილოსანებმა, თუ პაპუაშვილებმა ვერაფერი ვერ გამოუვათ და გეტყვით რასაც გულისხმობ, ანუ ეს პასუხისმგებლობები კონკრეტულ ადამიანებზე რასაკვირველია გადავრცელდება და განხორციელდება. და რაც შეეხება საქართველოს კონტექსტში, ხვალ რომ შეაჩეროს რომის სტატუტის მოქმედება, საქართველოს ეს ვეღარ დაიცავს, იმიტომ რომ მოცემულ ეტაპზე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ანგარიშის პერიოდში ან დროს საქართველოს იყო, რომც არ იყოს, ან არ ყოფილიყო, მაინც გავრცელდებოდა, მაგრამ საქართველოს იყო რომის სტატუსის წევრი და მიერთებული რომის სტატუსთან და შარმანაშვილმა ახლა რომ კიდევ ერთხელ შეიხსნა საკინძები კი შევიკრავთ თქვენის დებართვით და ილაპარაკოს იმაზე რომ აი ხა ჩვენ გამოვალთ ეს რომის სტატუსის წევრი აღარ ვიქნებით ხელმოწერი, ხო? ჩვენ ეს ყველაფერი ვერ დაიცავს, რომ ვიცოდეთ მაინც. და კიდევ ერთი რასაკვირველია, აი ესენი ხო აკრიტიკებენ შვედეთს, ესტონეთს, რას გამახსენდება იმ სახელმწიფოებში ჩამოვთვლი დაახლოებით 1/5 თუ მეტი არა გამომივა. შვედეთი გააკრიტიკეს, კირცხალია მენა გადმოიგდო და აღარ დაამთავრა შვედეთის კრიტიკა, მათ შორის ირონიულად. პოლონეთი რამდენადაც მახსოვს, მაგრამ კარგად არ მახსოვს, ამიტომ მოდი ლიეტვაზე, ლატვიაზე, ესტონეთზე ვილაპარაკოთ. აი ამ ლიეტვაზე და ესტონეთზე ლატვია არ მახსოვს კარგად. ბრიტანეთი, გერმანია ელჩის დონეზე და უფრო სხვა დონეებზეც და ასე შემდეგ, ისინი გააკრიტიკეს, აი 5-6 ჩამოვასახელე, ხო? რომელიმე ერთმა ქვეყანამ, რომ თქვას, აი როგორც ლიტვამ თქვა ბელარუსთან იმართებაში, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პროცესს, ჩვენ შევდივართ ახალი მექანიზმების ამოქმედების წინადადებით კი არა, ახალი სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა ინიციატივით ევროპის და ეუთოს წინაშე და საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, ესე რომ გამოჩნდეს ესტონეთი. არ გამოჩნდება? რატომ გადაიკიდეთ ესტონეთი? ასე გკითხავთ, ხო თქვენთვისვეა უარესი ის რაც თქვენ გააკეთეთ და ასე შემდეგ. მოკლედ, გუშინდელი ეუთოს დასკვნა კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ დაიწყება გამოძიება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზუსტად ისე როგორც ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება და დაიწყება გამოძიება ჩადენილი 25 წუთია და მე მინდოდა კიდე რაღაც თქვა, მაგრამ დავამთავროთ. ჩადენილი დანაშაულების გამო მოსახლეობის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუმცა მშვიდობიანები რომც არ ყოფილიყვნენ, ეს პასაჟიც არის 194 გვერდიანი დოკუმენტში არაპროპორციული ძალა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა, იყო ორგანიზებული ხასიათის, იყო წამება, იყო ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა, ღირსების შელახვა, ქიმიური იარაღის გამოყენება და ასე შემდეგ, იყო ფართო მასშტაბიანი და სისტემური თავდასხმები
მოქალაქეებზე იქაც ბელარუსში და აქაც. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ეს საქმე აღძრა და წინ წასწია რომელიმე ქართული ოცნების მიმართ არაკეთილმოსურნე რეალურად კი ქართული ხალხის პარტიორობა სახელმწიფო ასე მაგალითად ესტონეთმა ან თუნდაც იგივე ლიტვამ ან ბრიტანეთმა ან საფრანგეთმა ძალიან საინტერესოა სწორედ იმ კონტექსტში რომ საფრანგეთის მოქალაქეა ბიზინა ივანიშვილი ან სხვა რომელიმე ქვეყანამ დამოუკიდებლად იმის რომ საფრანგეთი არ არის ამ ეუთოს მექანიზმების ამოქმედების ინიციატორთა შორის მასზე ვრცელდება აქ იგითხარით ეს პასუხისმგებლობა ხვალზე შეიძლება მოხდეს ინტერპოლის მოხდება ეს შეიძლება კი არა მოხდეს ინტერპოლი დასვავს ძებნაზე იმ პირებს რომელთა წინააღმდეგაც აღიძრება ეს საქმე და ესენი არ არიან მეორე და მესამე ეშელონის პირები საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებიდან მე შემიძლია წინასწარ გამჭრიტო მე შემიძლია გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ სხვა ქვეყანაში რომ საქართველოში არის ჩადენილი დანაშაული წითელ ცირკულარზე უბრალოდ ინტერპოლის მიერ ზებნულად შეიძლება გამოცხადდეს პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძე და ირაკლი კობახიძეს ვინჩივის თვით ბიზინა ივანიშვილიც კი ახლა მე დავსვამ კითხვას აქედან გამომდინარე ახლა რომ არის განცხრომაში ბიზინა ივანიშვილი და ელაპარაკებიან იმაზე რომ აი ეს მოხდა მაგრამ არაუშავს ბატონო ბიზინა ჩვენ ამ ვითარებიდანაც გამოვძრებით საბოლოო ჯამში ვინ ეკითხება ეუთოს ან ზოგადად დასავლეთს ეგ ხომ deep state-ია ეგ ხო გლობალური ომის პარტია და ნახეთ რაც გთხოვენ რომ ჩვენ რაღაცა დავაკანონოთ რაღაცა ერთსქესიანთა ქორწინება რაც ტყუილია მაგრამ მაინც და ასე შემდეგ და ამით რომ აბოლებეთ ბიზინა ივანიშვილს რომელსაც გორდულაძეებზე და პაპუაშვილებზე ერთად და წილოსანებზე და კობახიძეებზე ერთად კვლავ ვიმეორებ ბევრად მეტი ტვინი აქვს ვაკებ ნახეთ ხომ არ ვაკრიტიკებ პირიქით ვაკებ ბევრად მეტი ტვინი აქვს როგორც ტაქტიკური გადაწყვეტილებების ისე სტრატეგიული ამოცანების შესრულება გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ბიზინა ივანიშვილი ხართეზოზე როა წამოწოლილი ახლა აბასთუმანში დაქო კავსკი მანქანას და ჩამოვა კი აბასთუმნიდან თბილისში მორიგჯერზე თუ ჩამოვა ეს ნიშნავს იმას რომ ის აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ნინო წილოსანთან ბიზინა წილოსანი გამოდის მოდი ვიტყვი ასე თუ მართებულად ვიქნები გაგებული იმიტომ რომ თუ აიდენტიფიცირებ თუ ხარ მათთან ერთად ის პასუხისმგებლობა ჩვენს გადმოგეკისრება ბიზინა ივანიშვილსაც ისედაც გადმოეკისრება მაგრამ კიდევ უფრო მეტად გადმოეკისრება ისედაც იმიტომ გადმოეკისრება რომ ყველაფერი იცის ბიზინა არის მთავარ მმართველი ამ ქვეყნისა და კიდევ ერთი ფაქტორი რაზეც ყურადღების გამახვილება ალბათ მაინც ღირს რუსეთის ფაქტორი მე წინა გუშინდელ ვიდეო ბლოგში ვთქვი და დღესაც გავიმეორებ ბიზინა ივანიშვილი გასაკვირველია რუსეთის კაცი არავინ არ კამათობს ამაზე რუსეთის ინტერესებს ემსახურება მაგრამ მოდი დავსვათ ასე კითხვა ასე 100%-ით თუ 98.4% და 1.6% მისი ქმედებებისა მაინც დაფუძნებულია მის ავტონომიურ, მის სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე 100%-ით არის თუ არა ის FSB-ს მიერ გაკონტროლებული, აკონტროლებს პირობდეთ 90%-ით, მაგრამ 10% არის თუ არა მისი გადაწყვეტილებები რაღაც მნიშვნელოვან, თუნდაც მნიშვნელოვან და მით უფრო მნიშვნელოვან საკითხებში კითხვა ასეთია. თუ ბიზინა ივანიშვილი ახლა ადეკვატური არ იქნება და ადეკვატურობა ამ ურთულეს მისთვისაც რთულ მდგომარეობაში არის შემდეგი დახსნას ეს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული პაპუაშვილი გაუშვას პენსიაში ან სადმე ელჩად ან სადმე ბიზნესში და შეინახოს ისედაც ექნება პაპუაშვილის ფული კობახიძე შარმანაშვილი ეს სპიკერები რომლებსაც გადუგდიათ ენათვისი და ლაპარაკობენ სისულელებს კალანძე ყაველაშვილი ცუდები კარგები უკეთესები უარესები და სრულიად ახალი ხალხი მოიყვანოს ჩვენთვის უცნობები მოცემულ ეტაპზე და არა შერყვნილები არა შელახულები შედარებით თუ მართებული სიტყვა შედარებით სუფთები მოიყვანოს პოლიტიკურ ჭუჭყში არ მყოფები ამას გულისხმობ პირველ ყოვლისა და მერე სისტემურად გადატვირთოს დანიშნოს არჩევნები ოქტომბერში მანამდე ყველა კანონი გააუქმოს ყველა კანონი მიღებული პაპუაშვილის დროინდელი პარლამენტის მიერ ყველა გადაწყვეტილება კობახიძის დროინდელი მთავრობის მიერ მიღებული გააუქმოს პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები განთავისუფლოს და ეუთოს მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში დაწერილი ანგარიშის თანახმად ყველა რეკომენდაცია შეასრულოს და წავიდეს ოქტომბრის მიწურულს ოქტომბრის დასაწყისში ეს იქნება მისი იოტისოდენა ან ცოტა მაინც გადარჩენის
შანსი შესაძლებლობა მოერევა ბიზინა ივანიშვილი ამ ყველაფერს ადეკვატური იქნება და არა მხოლოდ იმიტომ რომ 100%-ით აკონტროლებს მას FSB რუსეთი პუტინი მოსკოვი კრემლი და წითელი მოედანი არამედ იმიტომაც რომ შეიძლება ცოტა აშინებს ძალაუფლების კვერთხის ოფიციალურად ფორმალურად ფლობელთა ძალაუფლების მასშტაბი ხარისხი კობახიზისა იქნება და ამას ვეღარც ერევა მე არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ ბიზინა ივანიშვილის ადვოკატირებას ასე რომც იყოს მაგრამ უბრალოდ დავსვი ეს კითხვა თქვენთვის განსასჯელად იქნება და ეშინია რომ ბიზინა ივანიშვილს ეშინია რომ იქნება და ვეღარ ერევა მის მიერვე გამოზრდილ ამ ტკიპებს მოდი ასე ვიტყვი რომლებიც იკვებებიან მისი ფულით ანუ სისხლით მერე ქსუვდებიან და მერე თავზეც იქნება მოაჯდნენ კი არა მათი მოცილება ესე ტკიპას როგორც ვერ იცილებს რომელიმე ასე მაგალითად ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ისე ან ძნელად იცილებს ხო ისე ვერ იცილებს ის ბიზინა ივანიშვილი ის ტირე ბიზინა ივანიშვილი ტკიპა კობახიძეს და ეშინია კი არა ხო აშინებს აფრთხობს რომ მთლიანად ამოსწოვს ის იმ სისხლს თუ ფულს თუ ძალაუფლებას რომელიც ბიზინა ივანიშვილმა თავად უბოძა არ ვიცი ეს ისე დასმული კითხვა ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე მე პერსონალურად თქვენი ვერსიები შეგიძლიათ განავითაროთ კომენტარები დატოვოთ და არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ ეს ვიდეო ბლოგიც რასაკვირველია კომენტარზეც თუ არ დამზარდებით მადლობელი ვიქნები და ვინც არ არის გამომწერი ამ არხისა ტაბლომედია გახდეთ ამ არხის გამომწერი დღეში 3 ვიდეო იდება 2-3 ვიდეო იდება 2-3 შორტი და არ მოგაწყენთ მეც არ მოგაწყენთ და ბიზინა ივანიშვილი და მისი ბანდიტები ხომ არ მოგაწყენენ და შესაბამისად კომენტარი შეფასება ჩემი მოსაზრებები არ მოგაკლდებათ. ნახვამდის.